მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე ოქს უნივერსუმ, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობ 2025 წლის დეკემბრის ტარო პროგნოზ კოროებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია, თასების მეფე, ემოციურად საკმაოდ დატვირთული პერიოდი გელით დეკემბერში, სავსე იქნებით ძლიერი შემოქმედებითი ენერგიით, მოიმატებს თქვენი კრეატიული ხედვები, შეიძლება თქვენი მიდგომები სხვადასხვა საკითხის მიმართ, განსაკუთრებით პოზიტიურად გამოვლინდება ეს ენერგია პირადი ურთიერთობების და თვითრეალიზების სფეროებში. ამ პერიოდში შესაძლებელია სრულიად მოულოდნელი და არაორდინალური გზებით მოახერხოთ გარკვეული პრობლემების მოგვარება, შესაძლებელია აქტიურად გამოიყენოთ თქვენი დიპლომატიური უნარებიც, იქნებით მზრუნველები და ამავდროულად ხელგაშლილები. შესაძლებელია დახმარების ხელი გაუწოდოთ არა მხოლოდ ახლობლებს, არამედ სრულიად უცხო ადამიანებსაც. ამ პერიოდში ადვილად შეძლებთ პატიებას და ძველი წყენების დავიწყებასაც. მიუხედავად ემოციური პერიოდისა, შინაგანად იქნებით საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული, გახდებით მეტად კომუნიკაბელურები და შეძლებთ განსაკუთრებულად სასარგებლო რჩევები მისცეთ გარშემომყოფებს. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მონეტების 6-იანი, ამ პერიოდში პირად ურთიერთობაში მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთმხარდაჭერა. ამ ხრივ ნებისმიერ საკითხში შეგიძლიათ გქონდეთ პარტნიორისგან თანადგომის იმედი და თქვენს განწყობილი იქნებით იზრუნოთ მასზე. ასევე დეკემბრის განმავლობაში გამორიცხული არ არის პარტნიორმა მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი საჩუქარი გაგიკეთოთ, ზოგადად თვეს საკმაოდ კომფორტულად გაატარებთ, ორიენტირებული იქნებით მატერიალური საკითხების მოგვარებაზე და განსაკუთრებით იზრუნებთ საერთო სამომავლო კეთილდღეობაზე. მაგალითად, შესაძლებელია მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ინვესტიციები გააკეთოთ ერთად. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მონეტების 8-იანი, ეს ბარათი საერთოდ არ საუბრობს პირადი ურთიერთობის რომანტიკულ ასპექტებზე, თუმცა ადასტურებს ემოთქმულს, რომ ამ პერიოდში განწყობილი იქნებით მატერიალური საკითხების მოგვარებაზე, პირნათლად შეასრულებთ თქვენს მოვალეობებს და იმ პასუხისმგებლობებს, რაც ურთიერთობაში გაქვთ აღებული საკუთარ თავზე. და ამ გზით გამოავლენთ თქვენს ერთგულებას პარტნიორის და ზოგადად ოჯახის მიმართ. მათთვის, ვინც რთულ და დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებით, ძალისხმევას არ დაიშურებთ მოაგვაროთ არსებული პრობლემები და დიდი ალბათობით ბარათების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ წარმატებით გაართმევთ თავს დასახულ ამოცანებს. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, მე-6 მაღალი არკანი შეყვარებულები, სიყვარულის და ამ სიყვარულში არჩევანის გაკეთების აუცილებლობის ენერგიაა. თუ უკვე გყავთ თაყვანისმცემელი ან იქით ხართ გამიჯნურებული და ჯერ არ გადაგიდგამთ სერიოზული ნაბიჯების სასურველი ადამიანის გულის მოსაპოვებლად, ამ პერიოდში მოგიწევთ აქტიურობა, მოქმედებაზე გადასვლა, არჩევანის გაკეთება და ბარათების ასეთი კომბინაცია მაფიქრებინებს, რომ თქვენ შეხვალთ საკმაოდ ჰარმონიულ ურთიერთობაში, რომელიც ბევრ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ. წარმატებებს გისურვებთ. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ დეკემბერში საქმიანი სფერო. ხმლების 7-იანი, საკმაოდ უცნაური ენერგიის ბარათია ამ გაშლისთვის. ერთი მხრივ თქვენ დეკემბრის განმავლობაში იმოქმედებთ პრინციპით, რომ ხერხის ჯობი აღონეს, მოძებნით დასახული ამოცანების გადაჭრის ყველაზე რაციონალურ და ოპტიმალურ გზებს,
საკმაოდ ბევრი პასუხისმგებლობისგან დაიძვრენთ თავს, შესაძლებელია საკმაოდ სპიერი და ზოგჯერ არაკეთილსინდისიერი გზებითაც მიაღწიოთ დასახულ მიზნებს, მეორე მხრივ კი შესაძლებელია აღმოჩნდეთ არაკეთილგანწყობილი კოლეგების დაგებულ ხაფანგში, შესაძლოა ადგილი კონდეს მოტყუებას, ეშმაკობას, იმედგაცრუებას, ამიტომ გირჩევთ იმოქმედოთ ფრთხილად, გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, განსაკუთრებით ხელმოსაწერ დოკუმენტებზე წაიკითხეთ ყველაფერი, მათ შორის წვრილი შრიფტით დაწერილი ტექსტებიც და ამ გზით შეძლებთ მაქსიმალურად შეამციროთ რისკები და იყოთ მაქსიმალურად დაცულები არაკეთილგანწყობილი ადამიანების ცუდი განზრახვებისგან. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მეათე მაღალი არკანი ბედის ბორბალი. ბევრი თქვენგანისთვის დეკემბერი გადამწყვეტი მომენტი იქნება თქვენი საქმიანი ცხოვრების სამომავლო პერსპექტივებისთვის. ამ პერიოდში თქვენთან მოვა ახალი შესაძლებლობები, სხვადასხვა შემოთავაზებებისა და საინტერესო წინადადებების სახით. ეს ბარათი შესაძლებელია საკმაოდ კარგ ენერგიებს გპირდებოდეთ ამ პერიოდში, რაც თქვენთვის მოიზიდავს წარმატებას, იღბალს და გამართლებას, თუმცა ასევე გამორიცხული არ არის ბედის ბორბალის სხვა მიმართულებით დატრიალდეს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ხმლების 7 ანს. ამიტომ დეკემბერში მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სიფხიზლე, წინდახედულება და ზაობა როგორც თავდაცვისთვის, ასევე შესაძლებლობების გაჩენის შემთხვევაში მათი დანახვისთვის, რომ მაქსიმალურად პოზიტიურად და თქვენ საკეთილდღეოდ გამოიყენოთ ისინი. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, ნულოვანი მაღალი არკანი სულელი, ეს ბარათი რადიკალურ ცვლილებებს გპირდებათ ამ პერიოდში, არ არის გამორიცხული სრულიად მოულოდნელი გზით გამოჩნდეს თქვენი დასაქმების შანსი, ან ისეთი საქმით დაკავდეთ, რომელზეც აქამდე არ გიფიქრიათ. ერთი მხრივ ეს არკანი მიგითითებთ, რომ თამამად შეგიძლიათ მიიღოთ ახალი გამოცდილებები, შეეჭიდოთ ახალ გამოწვევებს, მეორე მხრივ კი მოგიწოდებთ, რომ არ დაკარგოთ კეთილგონიერება, კარგად გაარკვიეთ სამუშაო პირობები, აუცილებლად გაეცანით ხელშეკრულების ყველა პირობას და გადაწყვეტილებები მიიღეთ მხოლოდ ყველა დეტალის გარკვევის და კარგად გააზრების შემდეგ. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, კვერთხების დედოფალი, დეკემბერში სავსე იქნებით ენერგიით, სურვილით რომ გამოავლინოთ თქვენი თავი, ცოდნა, გამოცდილება, უნარები, ამ პერიოდში კარგად შეძლებთ ნებისმიერი საქმის ორგანიზებას და მართვას. შეძლებთ კრეატიულად მიუდგეთ საქმეს და მოძებნოთ სრულიად არაორდინალური გზები ახალი წარმატებებისთვის. რჩევის სახით გეტყვით, რომ იმოქმედეთ თავდაჯერებულად და თამამად. კონცენტრირდით მომავალზე, სადაც კიდევ უფრო მეტი შედეგები, მიღწევა და წარმატებები გელით. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს დეკემბერში, ხმლების მეფე, ფინანსებთან მიმართებაში მოგიწევთ დაფიქრება, გაანალიზება, შემოსავლების და ხარჯების დათვლა, ბალანსის დაანგარიშება, შესაძლებელია აღმოაჩინოთ თქვენი ისეთი ხარჯები, რომლებზეც თავისუფლად შეგიძლიათ თქვათ უარი და ეს დაზოგილი თანხა მიმართოთ უფრო სასარგებლო მიმართულებით. ვერ ვიტყვი, რომ დეკემბერში ფინანსური პრობლემები გექნებათ, მაგრამ ნამდვილად მოგინდებათ მეტად აკონტროლოთ ეს სფერო. დაკავდეთ საკუთარი მატერიალური რესურსების მენეჯმენტით და ამ ბარათის ენერგია გპირდებათ, რომ თქვენ ამ სფეროში შეძლებთ მოაწესრიგოთ ბევრი ისეთი ნიუანსი, რაც სამომავლოდ დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი რესურსები. აქვე გეტყვით, რომ მიფიქრეთ დანაზოგის გაკეთებაზე ან ინვესტიციებზე, ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ სწორი და მომგებიანი ნაბიჯები გადადგათ ამ მიმართულებით, რაც სამომავლოდ პოზიტიურ შედეგებამდე მიგიყვანთ. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. კვერთხების მეფე, იყავით თავდაჯერებული, აკონტროლეთ და მართეთ პირველ რიგში საკუთარი შინაგანი სამყარო, განსაკუთრებით სურვილებისა და ემოციების სფერო, ეცადეთ არ გაფანტოთ თქვენი ენერგია ბევრი უმნიშვნელო მეორეხარისხოვანი საკითხების მოსაგვარებლად, კონცენტრირდით მნიშვნელოვან მიზნებზე და იყავით დარწმუნებული, რომ სინამდვილეში წარმატება, ქალბატონი ფორტუნა თქვენს მხარეზეა. ასეთი იყო 2025 წლის დეკემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი კუროებისთვის.
ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.